Გერცდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მოქალაქეებმა რამდენიმე წუთის წინ გაშალეს კაროები, კი ორი კარავი არის ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილი, როგორც 18 ნოემბრის აქციების შემდეგ, მაშინ, როდესაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ გაყალბებულ არჩევნებს და სწორედ ამ აქციების დროს დააკავეს 21 წლის მათე დევიძე, დღესაც იგივე ვითარება არის, მოქალაქეები არიან შეკრებილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და აპირებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში არჩნენ აქ კარვის გაშლის მომენტში აქ იყო დაძაბულობა პოლიციელები რომლებიც ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში არიან მოთავსებულები ისინი გამოვიდნენ და არ აძლევდნენ საშუალებას მოქალაქეებს იმისა რომ კარავი გაეშალათ თუმცა მოქალაქეებმა ერთობით შეძლეს რომ გაეშალათ ორი კარავი ახლა კადრში ხედავთ ამ კარვებს აქ მოქალაქეები აპირებენ რომ გამედარჩნენ და ამის შესაბამის ინვენტარიც მოაქვთ ხოლმე დროთა განმავლობაში იქნება ის პულფები პლედები და ის ყველაფერი რაც მათ ღამის გათევაში დაეხმარებათ აქ არიან როგორც სამოქალაქო აქტივისტები სტუდენტები ოპოზიციური პოლიტიკოსები და ის ადამიანები რომლებიც რეალურად ქვეყნის ევროპული მომავლისთვის უკვე თითქმის 200 დღეა რაც იბრძვიან გავესაუბრები სამოქალაქო აქტივისტ ზურაბ გოგოხიას ზურაბ გამარჯობა პირდაპირ ეთერში მუშაობთ დღეს ვიქნეთ მათე დევიძის პირველი სინდისის პატიმრის განაჩენი მას 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა ნინო გალუსტიშვილმა თქვენი გიმყოფებოდით გვითხარით ელოდით თუ არა ამ ყველაფერს და ახლა როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას მას შემდეგ რაც უკვე ერთი სინდისის პატიმარი ყავს რომელსაც განაჩენი გამოუტანეს მე მინდა ნებისმიერ ქართული ოცნების წევრს ვუთხრა რომ მათ ამ გადაწყვეტილებებს ჩვენ ამოვადენთ ცხვირში. ყველა ქართული ოცნების დეპუტატი, ბიძინა ივანიშვილი დაწყებული რიგითი დეპუტატი დამთავრებული დაჯდება განსაჯდელის სკამზე. ყველა უსამართლო მოსამართლე, რომელიც კლანს ემსახურება, მათ დაედებათ ხელბორკილები. ბიძინა ივანიშვილს არ უშველის არც ერთი თავისი ჩინოვნიკი და არც მილიარდები არავინ არ შეიწუხოს შემდეგ ხელისუფლებასთან მისასვლელად რომ რამე შუამდგომლობით მიმართონ და აპატიონ მასზე დანაშაულები რადგან არ მოხდება და დროულად მოემზადონ ხელისუფლების გადასაბარებლად. იმიტომ რომ ჩვენ დათმობაზე არ წავალთ და ეს არის უკვე ბოლო ეტაპი ჩვენი ბრძოლის, რაც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება და მინდა მათე დევიძეს მივმართო, მათე მადლობა თითოეული წამისთვის, რომლისთვისაც ჩვენ უკანონოდ იმყოფები პატიმრობაში და შენ ხარ ნამდვილი გმირი, იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანის თავისუფლების აღკვეთა არის ნამდვილი გმირობა და ეს არის გმირობა მთელი ქვეყნის წინაშე. მათ ეს არ მოუქნევია ხელი პოლიციელისთვის, რიგითი პოლიციელისთვის, მან მოუქნია ხელი რეჟიმს, რუსულ დიქტატურას და მათ ეს ხელი იქნება სიმბოლო ჩვენი გამარჯვების. აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სამოქალაქო აქტივისტ ზურაბ გოგოხიას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მე გითხარით რომ აქ არიან ბევრი ტიპის ადამიანები შეკრებილი, როგორც სტუდენტები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციონერი ლიდერები და კაცში ვხედავ ოპოზიციონერი ლიდერებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. გია ჯაფარიძეს ვხედავ. ბატონო გია, ბოდიში პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. ჩვენ დღეს ვიხილეთ სინდისის პირველი პატიმრის განაჩენი მათე დევიძეს მიუსაჯეს 4 წელი და 6 თვე თქვენი ძმაც განსაჯელის სკამზე დასვა ბიძინა ივანიშვილმა და მასაც ემუქრება წლამდე თავისუფლების აღკვეთა. რა მოლოდინი გაქვთ ამ სასამართლოს პირობებში ზურასთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ მათეს განაჩენზე და ახლა სადაც ვიმყოფებით ამ პროტესტზეც? მე ახლა მოვედი ამ პროტესტზე, მყავს ბევრი სტუმარი და როცა გავიგე რომ ახალგაზრდები აქ იკრიბებოდნენ, მათ შორის არიან ჩემი სტუდენტები, შემოუერთდი ამ პროტესტს. მოლოდინი ამ სასამართლოსგან რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ძალიან გავს იმ მდგომარეობას რომელიც აქვთ აღწერილი ძალიან მნიშვნელოვან წერილებს რომლებიც წერდნენ საბჭოთა კავშირზე საბჭოთა ლაგერებზე გასაკვირი ის კი არ არის როგორ იქცეოდა სტალინი ან როგორ იქცევა დღეს ივანიშვილი გასაკვირი არის იმ მილიონობით ადამიანის დუმილი, რომელიც ხედავდა მაშინ და ხედავს დღეს, რომ მის თანამოქალაქეებს ერეკებიან სასაკლაოზე. გასაკვირი არის მილიონობით დაბეზღების წერილი, რომელიც მაშინ დაიწერა და რომლის დაწერისკენას დღეს უბიძგებს ქართული ოცნება ჩვენს თანამოქალაქეებს. მე მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც
დღეს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, ან ეშინია, ან დუმილით ეთანხმება იმას, რაც ხდება ქვეყანაში, შეუძლებელია ქართველმა, ქრისტიანმა, მორალურმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს სტუდენტის 4 წლინახევრით ციხეში არარსებული მიზეზისთვის ციხეში გაშვებას. ჩემი სოლიდარობა მათე დევიდეს მე მას არ ვიცნობ, წუხარ რომ ვერც ერთ მის სასამართლოს ვერ დავესწარი და არ ვიცი, ფიქრობ რომ რაღაც მომენტში ხომ შეიძლება რომ ამ ქვეყანამ გაიღვიძოს, ვისაც ღვიძავს, იმას ისედაც ღვიძავს. ეს არის ქვეყანა, სადაც როცა უმრავლესობას ეძინა ვიღაცებს ყოველთვის ეღვიძათ. ილია ჭავჭავაძეს ეღვიძა მარტოს მე-19 საუკუნეში და მერაბ კოსტავას ეღვიძა მარტოს მე-20 საუკუნეში. ისინი ყავს ჩვენ თაწმინდაზე და ისინი არიან ჩვენი მორალური გმირები და ჩვენი მორალური ორიენტირები. მაგრამ მე მგონი რაღაც მომენტში უნდა დადგეს არა ეს დრო, როცა უმრავლესობა გაიღვიძებს, როცა გაუღვიძიათ მე-19-შიც, მე-20 საუკუნეშიც და უმრავლესობის გაღვიძებას მოყოლია ხელშესახები შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. ხო, ეხლა შეუძლებელია ვითმენდეთ იმას, რასაც ვითმენთ, ხო? თუ მაინც მიგვერეკებიან სასაკლაოზე, სხრებივით რატომ უნდა გავყვეთ, როგორც მიყვებოდნენ საბჭოთა კავშირში ან ისტორიაში სხვადასხვა ხალხების სხვადასხვა დროს გაყოლიან. მე მგონი უნდა გავიღვიძოთ და აი ეს მაინც ხომ შეიძლება გახდეს რაღაცა, არ ვიცი, ბოლო ზღვარი, რომლის იქითაც უნდა დავინახოთ, რომ არის უბსრული კი არ არის სიკვდილი და ჩვენ გვაქვს თავისუფალი დამოუკიდებელი ქვეყანა, მოპოვებული ბევრისთვის ბრძოლით, ახალი თაობისთვის ეს არის მოცემულობა და არ შეიძლება ჩვენი თავისუფლება ასე მარტივად ჩავაბაროთ. არც კი მინდა ვახსენო ამ ადამიანების სახელი რა. აი ამ რაღაცა გაურკვეველ არარაობებს. ძალიან დიდი მადლობა. გია ჯაფარიძეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში, როგორც გიყვებოდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ მოქალაქეები მათე დევიძის სასამართლო პროცესის შემდეგ. მას დღეს ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა იმისათვის, რომ თითქოს ის 3 პოლიციელს დაესხა თავს. სწორედ მისი სოლიდარობის ნიშნად გამოვიდნენ თავდაპირველად მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე, გადმოინაცვლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და აქ გამის გათენებას აპირებენ სწორედ მათე დევიძის სოლიდარობის ნიშნად.